დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ახართ? ძლივს გამოვიძინე. გვიან ავდექი. ცოტა კი ვარ მოფხიზლებული, სულძიეზე რატომ ლაპარაკობ კი იცით თქვენ? ძლივს ვარ ახლა კარგ ხასიათზე. კარგ ხასიათზე იმ გაგებით ვამბობ, რომ გამოძინებული, თორემ ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო? გუშინდელ ვიდეოზე მინდა გითხრათ, ღამის 12 ხდებოდა უკვე, რომ ვიდეოს დადებას უკვე ვაპირებდი, მაგრამ ვფიქრობდი დავდო, არ დავდო. მოდეშით. იმიტომ რომ ვიცი, მივხვდი, ძალიან არეული ვიდეო იყო, არ იყო კარგი გადაღებული, მეც კიდე წყალთან დავსველებული ვარ და სველი მით ჩანდი, ბევრი ვიფიქრე, ძალიან ცოტა არ იყოს ჩემ თავზე ნერვებიც ამეშალა, რომ სულ ასე რატომ მიწევს, რომ ჩქარა ვაკეთო ყველაფერი და შვიდად ვერ გადავიღო მეთქი ვიდეო და ვიფიქრე, ბევრი დავდო, არ დავდო და ბოლოს მაინც დავდე, იმიტომ რომ ჩემი მაყურებელი მიცნობს, იცის და ვიფიქრე, რომ ბოდიშით ნეწყვი გადამწდა. ვიფიქრე, რომ რაც არ უნდა ცუდიც იყოს, ერთი ვიდეოთი ხომ არ წყდება ყველაფერი და იყოს, მოდი დავდებ და ვიცი, არ ექნება, ვფიქრობდი, რომ არ ექნება არც მოწონება ბევრი, არც ნახვა ბევრი, მაგრამ იყოს, ასეთიც არის ზოგჯერ საჭირო. რადგან შენი თავი რომ იმ ვიდეოს გადახედავ, შენი თავი გაგახსენდეს, რომ აი რას ნიშნავს ცუდი ვიდეოს ყურება. ვიცი, ხლა თქვენ რაც არ უნდა მითხრათ, რომ მე რა ასეთი ვიდეო იყო, ისეთი ვიდეო იყო, არა, არ იყო ნამდვილად საყურებელი ვიდეო. რატო დავდე კიდე იმის გამო, რომ ხალხს რო ვაკეთებდი, ესეც უფრო მეტად აჭარული კერძია და მინდოდა რომ ეს ვიდეო გამომეჩინა, მაგრამ იმ სიჩქარეში ვერ დავაკვირდი რა იყო და რა არ იყო და ჩქარა კეთებაში რაღაც არ გამომივიდა ლამაზად და ეს აჭარული კერძი რადგან იყო, მაინც დავდე მაგიტომ უფრო. და როგორი ნახვა ექნება და მოწონება, მაგას უკვე აღარ ვუყურებდი. მე რა ყველა ვიდეო ერთნაირი ვერ იქნება. ჩემ ვიდეოებს უფრო ნათანიკო ახალისებს და უფრო საყურებელია ვიდრე ჩემი საუბარი მაგალითად. ნათანიკო მოვა კიდევ, არ ვიცი ახლა როდის, მაგრამ მოვა. კიდევ გამხიარდებით და კიდევ გვექნება საუკეთესო ვიდეოები. დღეს ძალიან ცხელა მეგობრებო, ძალიან. მაგარი სიცხეა, ვიღაცა მირეკავს, მაგრამ მე ვუპასუხებ. კარგი, ბოდიშით ერთი წუთით ვუპასუხებ მე, არა უშავს, მომიცდიან. ძალიან მაგარი სიცხეა, მართლა უღონთ, უკვე დილიდან ისე ცხელა, რომ ეხლა ეზოში მომიწია ჩასვლა და რაღაც მინდოდა მაღაზიაში, სალათის ფოთლები და ისეთი სიცხეა უკვე 10 საათზე, რომ შუადღით ალბათ, რა ვიცი, მართლა 27-28 გრადუსი იქნება, მეტი თუ არა. ხო და დღეს შუადღით გასვლა გარეთ ძალიან ძნელი იქნება. დილას და საღამოს კიდე ხომ არა, დილას მე როგორც ყოველთვის არასდროს არ მცალია. ხო და საღამოს ვნახოთ კიდე და ხო, სალათის ფოთლებზე ვიყავი მაღაზიაში მეთქი. კი, დილა 10 საათი და ესეც გასაგებია, რომ შეიძლება მოსაწესრიგებელია დილის მაღაზია და ძალიან რაღაცნაირად დავრჩი, მაგრამ მე არ ვარ ზოგადად პრეტენზიული და ყველაფერზე ახლა უკმაყოფილება გამოთქვა და იქ, მაგრამ სალათის ფოთლები გააქვთ, კი მიმითით აიქით მივედი და იყო სულ როგორ გითხრათ, გაშავებული, სიდამპლისკენ წასული. ბუზები ესეოდა,
არ დავასახელებ რომელი მაღაზია. ჩემს იქით, ჩემს ეზოსთან არა. აქ არ გქონდათ და იქით წავედი. ბუზები ესეოდა შიგნით. როგორმე სადღაც ქვევიდან ამოვიღე, რა ვიცი რა გითხრათ. ეხლა სალატის ფოთლები რომ დავყება, კი იცით რანაირია. სადღაც კუთხიდან ამოვიღე, ძალიან მჭირდებოდა და 4-5 ფოთო არც იქნებოდა. და მომქონდა სალაროსთან და სულ დამავეწყდა რომ იმ წვანეს და ეგეთებს იქ წონიან და მე მოდის სალაროსთან და ეს სალაროსთან ვინც დგას კონსულტანტი ის შუა მაშინ დგას მაღაზიაში და კიდე ერთი ბიჭი და ქალბატონო მაგი იქ უნდა აწონოთ რაღაც გრუვის სახით და არ ვარ პრეტენზიული, მაგრამ მომეშალა მეც ნერვები ჯერ ამიმართვა, მერეც მეუბნები რომ სალატის ფოთლები იქ არის და კარგად იცი რა ფორმაშიც არის და მაშინ მითხარი რომ სალატის ფოთლები ასეთია და ბოდიშით, მაგრამ თუ გნებავთ რამეს ამოარჩევთ, წაიღეთ და თუ არა და ჯერ გადასარჩევი გვაქვს და კიდე უკმე ხათ რაღაც გაბრაზებული სახით, ქალბატონო იქით არის ასაწონი. რა მიმართვა და მე ვთხარი იქით არის თუ აქით არის მე ვთხარი ეს სალატის ფოთლები გადასაყარია რაღაც ძლივს ამოვარჩიე და მოდი და აწონე მაშინ მეთქი. და მოვიდა იმ ბიჭმა უსიტყვოდ ეს ამ გოგოს არ მოეწონა ჩემი ნათქვამი არ ვიცი ვიყავი თუ არ ვიყავი მართალი, მაგრამ ასეთ გამოხტომებზე ცოტა მეც მაქვს რეაქცია. ან იმ ბიჭს უთხარი და მოვიდეს და აწონოს და ან მე უნდა ავწონო და მე უნდა მივაკრა ის სტიკერი? იქ ადებენ წოვას და ფას. ხო და მივედი მერე და 4 ცალ ფოთოლში, ძლივ სამორჩელში 70 თეთრი, 90 70 თეთრი, 4 ფოთოლი. ფასტაკლებასაც არ გააკეთებენ, ჩამპალში არ ვიცი რა, არ ვიცი. არ მინდა ასეთი თემებით საუბარი და მინდა სულ გაღიმებული და სულ კარგ ხასიათით მოვიდე მეთქი, მაგრამ ამდენად მომიშალეს ხასიათი. არ შეიძლება ფასტაკლებაზე მე იმაზე კი არ მაქვს 70 თეთრი პრობლემა კი არ იყო. ლარიც რომ ყოფილიყო მჭირდება და უნდა გადავიხადო და იმ სიდამპლიდან რომ ამოვარჩი, ესე იგი იმ დონეზე მჭირდება. და წამოვიღე, მაგაზე კი არ არის. კონსულტანტს არ ევალება გასაგებია, იქ მივიდეს და მანაწონოს და იგი, მაგრამ ხომ იდგა მეორე ბიჭი, იმას უთხარი რომ მიდი დაეხმარე ქალბატონს და შენი საქმე გააკეთე. რომ არა არც ეკანები და თან კიდე მიმითითები ხა სალატის ფოთოლი და იცი რომ გადამპალია შიგნით. ხო და მე კიდე არც მოგწონს ნათქვამი და კონსულტანტი ვერ დააკლებს ფას, ეგეც ვიცი, გასაგებია. მაგრამ გაიტანე საბოლოოდ. ეხლა ჩვენ მაღაზიაში არ იყო, იმიტომ რომ ფუჭებადია ეს პროდუქტი, მალე ფუჭდება და არ მოვაქვთ ჩვენ მაღაზიებს ეზოში რომ მაღაზიები აიგენს. ხო და მაგას თუ არ გადააჩიე, არ მიხედე, არ გაასუფთავე და კონსულტანტის ბრალია თუ იქ ვისი ბრალია, მე რა ვიცი ეხლა იმას ვინ აკონტროლებს, რომ ის მოაწესრიგოს. და იმიტომ ვამბობ დილისათი საათი იყო და ეგეც გასაგებია, მაგრამ ის წუხელა ისე დატეული და დილამდე უკვე სულ გაფუჭდა. რა ჩემი საქმეა გაფუჭდება, მათი ზარალია, მაგრამ აი მომხმარებელთან უპასუხისმგებლობა და აბზუებული ცხვირით საუბარი ძალიან ცუდია. იმდენი მაღაზია ჩემთან სულ არ შევა მაგასთან მაგალითად. მართლა ძალიან 6 თუ 7 მაღაზიაა ჩემთან, თან ხილბოსნეულის და ყველგან მივიდოდი და ავიღებდი, მაგრამ და დავტოვებდი, მაგრამ არა, ეგ მე არ ვიკადრე და ამოვარჩიე და წამოვიღე. რომ იქ შესული რაღაც ცუდად მე არ გამომსვლოდა კიდევ და ცხვირწინ მაქვს მართლა ეგერ კიდე ხილბოსნეულის მაღაზია, მართლა გადასარევი მაღაზია, ამის წინათაც ვამბობდი, საუკეთესო პროდუქტია შიგნით, მაგრამ მე არ გადავუარე და იქ შევედი. არა, როცა იმსახურებ, კი ბატონო. როცა იმსახურებ, თუ გინდა მოგცეს შენიშვნა, მაგრამ რაღაც უკმე ხათ ნათქვამი. ეხლა ესე არ გამოვიდეს. ასეთ არასწორს და როცა არასწორს გეუბნება ადამიანი და როცა
შენ გთლის იმაში დამნაშავედ და არა მის თავს. ერთხელ მახსოვს, ეხლა დილას დავიწყე უკვე პრეტენზიებით საუბარი. არა რაღაც მოყვა ეხლა ამ თემას და მეორეს გავიხსენ. მივდივართ მე და ჩემი რძალი სავაჭრო ცენტრში ხოფაზე და ადრე ამბავს ვამბობ და წვიმს მაგრად. მაგარი წვიმაა და გვახურავს ქოლგა რა თქმა უნდა და ეხლა მოდის ეს მარშრუტკა მინი ავტობუსი მარშრუტკა მოდის ჩვენამდე და ხედავ ძალიან მაგრად წვიმს და ეხლა ქოლგა დავხურავ მაშინ როცა მოვიდა უკვე და გაჩერდა. რა მჭირდება ახლა ქოლგის დახურვაში 3 წამი ხო? და რომ უკვე დავხურე და ავდივარ გააჩაღა მძღოლმა ყვირილი. ხომ ხედავ და ხომ დამინახე რომ მოვდივარო და დაგეხურა მაგი ქოლგაო და მაცდევიებ აქად ყვილაო და აი მე ხა შეურაცხყოფა არ მოუყენებია მაგრამ იყვირა. ხო და ძალიან გავბრაზდი. ჯერ ხალხში რატომ ლანძღავ? მეც მეორე მე იმის გამო რომ შენ თურმე დაგინახე და ერთი 5-6 წუთით მაგარ წვიმაში ვიდგე იმიტომ რომ შენ გეზარება ეგ გაჩერება 1-2 წუთი რომ მე იქით არ დაკარგო კლიენტი ვიტყვი ჩვენებურა კლიენტი არ დაკარგო სხვამ არ დაგასწრას ამისთვის ბრაზდები თორემ იმისთვის კი არა რომ სხვა რამე პრობლემაა და ბატონო მევთხარი რატომ ეუბნებით რა მევთხარი თქვენ მე ქოლგა დავხურო წვიმაში გელოდო იმისთვის მევთხარი რომ თქვენ კლიენტი არ დაკარგოთ და გეზარებათ აქ გაჩერება მეთქი მაშინ მევთხარი წაბრძანდით თქვენნაირი ჩამოივლის მევთხარი ბევრი ძალიან წაბრძანდით ჩავალ ძირში მეთქი და ხო კაი ახლაო და აღარ ჩავსულარ უბრალოდ რატომ უნდა მომცე შენ როცა შენ ხარ მაგაში დამნაშავე მე რაში ვარ დამნაშავე დავხურო ქოლგა და ვიდგე წვიმაში ხო მე ამყვა 1-2 იქ ეჩქარებათ აგერს ხომ იცითო სულ ეჩქარებათო სულო და მართლა რამდენი შემთხვევა მეგობრებო რომ ასლას არ გაცლიან კარს ხურავენ და რამდენჯერ ერთხელ მართლა მე მომყვა ფეხი შიგნით და რამდენჯერ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ ძლივს ამოასწრო ადამიანმა და მაცალია მოსლაო ეუბნება მეტი არაფერი აღარ მithქმია იმაზე მიხდა იმან რაც ვუთხარი და დავჯექი მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა ახლა როგორ ყველას კი არ მიხევი ისეთი კარგი მძღოლებიც არიან რომ რა ვიცი ახლა გუში მომიყავით მაგალითად ავლით მარშრუტკით ავედით და მე წამოვედი ფეხით გუში რომ ვიყავით ორსული ქალი იჯდა წინ ერთხელ ერთი ცალკე გირომ არის დასაჯდომისკამი და დედა მე ვიყავი რა ვიცი ისე რომ შეშინებული რომ ხელის მოსაკიდებელი არ არის და ფეხი არ დაუცურდეს რომ დაატურნუზებენ და სადმე არ ჩავარდეს მეთქი უთხარი დაგითმობ მეთქი ადგილს და არაო და ვიფიქრე ხა ურჩევნია იქ პანჯარასთან და რა მეთქვა და მე რომ მოითხოვა გაჩერება ძღოლმა რომ გააჩერა ქალბატონო გთხოვთო ნელა ჩადითო რა მე არ მოგივიდეთო და სანამ არ ჩავიდა და გადავიდა ადგილიდან მანქანა არ გაუქანებია იმ ადამიანს და ადამიანობაზეა საუბარი იმაზე კი არა რომ 2 წუთი რას გიშლის რას გიზამს იმას რომ იქით დაასწრებს სხვა და არ უნდათ იმის დაკარგვა და შენ აქეთ წვიმაში იდგები ფეხს მიგატეხენ თუ რა მოხდება ამის დარდი კი არ აქვს არიან ასეთები და იმაც საუბრობთ აი გაბრაზებული კიდე რომ მომოვედი ეხლა ეგეც მივაყოლე ძალიან ბევრი შემთხვევა ძალიან ერთხელ მახსოვს კიდე მარშრუტკაში სიან ძალიან გადატვირთულია ჯერ ერთი ეს ცალკე დანაშაულია რომ მათი რომ თუ შენ არ გინდა რომ ფეხზე მდგომი ყავდეს ხალხი და თუ არ გინდა რომ შენ რიარია გქონდეს მანქანაში მაშინ ნუ გაუჩერებ და ნუ არა მოყავს გაიარე და წადი სხვა ჩამოიარს და წაიყვანს ხო და გადატვირთულია მანქანები ისე რომ ერთი მეორეს რა ვიცი ძლივ ვიკავებდით თავს და ბოლოსაც ხა გაიცალა ადგილი და დავჯექი და ერთი სკოლის წინ ამოვიდნენ ბავშვები ხო და
შემოუყვირა, ამოვიდნენ და ეხლა ეგენი რა ვიცი, ზოგჯერ იხდიან ალბათ ფულს და ზოგჯერ არა და თან არის როგორ იცით, ძალიან ახლო მანძილზე უნდა მივიდნენ, ახლა ფეხით დიდია, მაგრამ მარშრუტით ახლო მანძილია და ნუდგა ხართო მაქო, თქვენ ფულს არ იხდით და არაფერს არ იხდითო, ანუ ნუ ამოდიხართო და ანუ ნუდგა ხართ მაქო, გადადით საცხაო და კუთხეში დადექითო, ყვირილით მიმართა. ხო და არაფერი, პატარები არიან ახლა რა გითხრათ, მე-6 კლასელები. ხო და უპასუხისმგებლობას და რაღაც ცუდს ვერ ვიტან და რეაქციები მაქვს მაგაზე. შეიძლება ჩემი საქმე არ არის და ეხლა თქვათ რომ რა შეისაქმე იყო და სულ გაჩვენებულიყავიო, მაგრამ ვერ ვიტან ასეთ. მე ქუჩაში ადამიანი რაღაცას პრობლემას რომ უყურე, პრობლემა აქვს, არ შემიძლია რომ იმას არ შევხედო, არ დავეხმარო, არ ხო და ამ ბავშვმა იგი არა ქვია, ჩასვლის დროს გადაიხადა ფული და დახედა იმ ცხოველმა 70 თეთრი ღირს ჩვენთან გზავრობა. აქიდან ხელვაჩავრემდეც რომ ახვიდე, აქიდან ყოფამდე ახვიდე თუ აქიდან საწახვიდე, სულ ერთია 70 თეთრია. ხო და ამ ბავშვმა მიცა და არ ვიცი დააკლდა 20 თეთრი თუ 10 თეთრი არ ვიცი. რაღაც მიცა თანხა და დააკლდა. ხო და იგიო შემოუყვირა ამან რომ რა ესო მამა შენიო დადისო ასეო უბენზინოთო შენ რომ მე ფულს არ მაძლევ ბენზინიო რით ჩავასხაო. ბოდიშიო უთხრა მეტიო არ მქონდაო ბიძიაო და რაც მქონდა ის მოგეციო და ძალიან დიდი ბოდიშიო და მეორეთ რომ წამოყვებიო მოგცემო. მაგიო მამა შენს უთხარი მიდი სახლშიო და რომ გამოგიშვებენ ასეო გამოგატანონ მაგის ფულიო. ხო და მამა შენიო დარწმუნებული არ მე რომ მასეო ვინმეს არ იმასიზამსო. მამა შენი რომ იჯდეს ამ მანქანაშიო, მასეო არ წაიყვანსო ვინმე და ეს კაცი არის თან ბაბუას ტოლი. ძალიან იქ მერე სხვებმაც იგი იქნეს რა ქვია, რა მოხდა მართლაო, ბავშვს რაც ქონდა ის მოგცა, იქნება მოშივდა და ვულკი შეჭამაო, იქნება რაღაცაო, რა მოხდაო, ახლა ასე წყნარად და ის იმა განაგრძო. მე ეს მანქანაო ბენზინოთ არ დადის ამ მანქანას ხარჯი აქო და მერეო იგიაო რა ქვია, ესენიო ამოვლიან აქაო და ხმაური, ნუ უჩერებ მაშინ. არ გავჩერო და არ ამოვლიან. ან თუ მიყავს ნუ ღარ ამადლი. ხო და მერე რომ ჩემი ჩამოსვლის დრო მოვიდა, მივეცი ლარიანი ზედმეტად. ანუ ჩემი რძლის და 1 ლარიანი ზედმეტად. და ვუთხარი, აი თუ გინდათ გამლანძღეთ ახლა ვიყავი მართალი თუ არ ვიყავ. და ბაბუა ხართ მეთქი და თქვენი შვილიშვილიც იქნება სადმე წასასვლელი და ასე რომ დაელაპარაკონ, ძალიან გეწყინება მე ვუთხარი და მაინც გაითვალისწინეთ მეთქი, ბავშვია, ის პატარა არის მეთქი და ეს ლარიანი აი იმის ფულს გაძლევთ მეთქი, რა თმინდა შენი ფულიო, რა თქინდა კარგად ვიცი მე ვუთხარი და ჩავედი უსიტყვოდ მერე ძირში და რას იზამდა ფულს უკან შემომგრავს, ხარბია, ფული ოღონდ მიეცით თორე 3 ლარი რომ მიცე ზედმეტად არც იმაზე არ გეტყვის არაფერს, ასეთი მძღოლებიც არიან, მაგრამ არიან საუკეთესო მძღოლები. საუკეთესო მძღოლები, ისედაც შევხვედრივა რომ ბებია უთხრა რომ ბებიაო არ მაქო ხურდაო და აგერო 5 ლარიანი დამიშალეო და რას ამბობო ბებიაო ისეთი ასაკიანი ქალი იყო ჯერის მიკვირდა რომ ბებიას მარტო რატომ უშვებენ ასე მეთქი და ხო და იგივე არ არისო ბებიაო პრობლემაო ჩადიო საერთოდ არ მინდა რას ამბობო ჩადიო კაცი მძღოლი თვითონ იყო შეშინებული რომ ასეთიო წელში მოხრილი საცოდავი მოხუცი ადამიანი იყო და მარტო მოდის ასე მარტო თვითონ იყო შეწუხებული აი განსხვავება ადამიანებს შორის ხო და რამდენი რამე მოვყევი ახლა მეც იქ რომ გავბრაზდი მაქვს რეაქცია ასეთ რაღაცეებზე და კი შეიძლება არ უნდა ჩავერიო შეიძლება არ არის ის ჩემი საქმე მაგრამ ერთი არ მოიღებს ხმას მეორე არ მოიღებს ხმას და ასე გავუდით მე იმად ხო და ეს არის კერძო საკუთრება შენი მარშრუტკა თუ არ შეგიძლია მუშაობა დაჯექი სახლში ნებისყოფა უნდა გქონდეს რომ იმუშაო და თუ გაქვს მაგის ნებისყოფა ყველანაირ შეხვდები იქ და უნდა აიტანო რა ახლა 20 თეთრი თუ მიაკლო იმ ბავშვმა და
სკოლაში მოშივდა და შეჭამა ან რაღაც რა ვიცი რისთვის მიაკლო. თუ გინდაც რომ არ კონდეს, რა მოხდა მერე? მაგენიო მასე დადიანო სულო და მეო რატომ უნდა ვატარო მასე ნუ უჩერებ მაშინ და არ ამოვა, მისი დანაშაული ხომ არ არის. შენ უჩერებ, ამოდის და მე კიდე აქეთ ლანძღავ. იმიტომ რომ შენ ფული გინდა, მაგრამ თუ არ მოგწევ, აღარ გინდა ეს ადამიანი. აი დილიდან დავიწყე გაბრაზდე, დღეს მე მგონი მთელი დღეს გაბრაზებული მომიწევს რაღაცების კეთება. არა, არ ბრაზდები. უბრალოდ რეაქცია მქონდა იმ გოგოსთანაც და რეაქცია მაქვს ყველგან, სადაც უსამართლობას ვაწყდები და არ შემიძლია. არ შემიძლია ნამდვილად. თორემ ეხლა გამოხტომები და ისეთი იგი კი არ ვარ მართლა ყველაფერზე ვიყვირო და რაღაც მასეთი ტიპი არ ვარ ქუჩაში და უცხო ხალხთან რა მინდა მაგალითად ვის რა უნდა იგიქნა, მაგრამ არა, ეს არის უსამართლობა. ეხლა მეგობრებო, დღეს გუშინ ხომ მოვიტანე ლავაში და დღეს მინდა გავუკეთო გიგას სახლის შაურმა, სახლში მომზადებული. იმიტომ რომ მობეზრდა აღარ უნდა, აღარც ეს ცომეული, აღარც ის და უნდა რაღაც განსხვავებული იცის ასე. მე რომ დრო გავა, მე ისე თავიდან დავუწყებ ხაჭაპურის ცხობას თუ რაღაცას და შაურმას გავუკეთებ პატარას და ნაკლებ ცხიმიანს იმას გულისხმობ, ნაკლები მაიონეზი და ნაკლები კეჩუპი, იმიტომ რომ ის ძალიან ცხიმიანებიც აღარ უნდა. ზამთარში სულ სხვა ყველაფერს შეჭამ და ზაფხულში ცოტა მასია მართლა გიჭირს უკვე ჭამა და მე საერთოდ ვერ ვჭამ. დღეში ერთხელ ვჭამ მარტო. ხო, გავაკეთებ მაგასაც, მაინც გაჩვენებთ და გუშინდელივით არ გადავიღებ იმედია. სწორად გადავიღებთ, გაჩვენებ ამასაც და ნახოთ აბა თქვენ როგორ მოგეწონებთ. მოხარშე ქათმის საუკეთესო ნაჭერი სულსო კამარაში დავქვენი სულ ნაჭრება სვანურ მარილში და ორეგანოში სულ ცოტა ამოვსვარე და ეხლა ვწვავ. აქეთ გავამზადე სალათის ფოთლები და ვჭრი პამიდორს. შეიძლება თქვა. მე რადგან ერთი ცალი უნდა გავაკეთო ახლა შაურმა, ვერს არ ვჭრი. ამზადებ გიგასთვის. შევბრაზე. It's really hot. ერთ წელს რადგან ვაკეთებ, არ წვავ ბევრს. სულ ცოტა შევწვი აქაც და სულ ცოტა დავჭერი დანარჩენიც. კეჩუპი და მაიონეზი თავისთავად.
დავაწყობ ახლა სალატის ფოთლებს. ქათმის ნაჭრევი, გემრიელი შებრაწული, მაგარია რა თქმა უნდა. პომიდორი, ცოტა კეჩუპი ისე, რაღაც მე მგონი დაბლაბლაპარაკობ. მე სიმწარეს არ ვუკეთებ, იმიტომ რომ არ ჭამს მწარეს. ძალიან თხელი ფენებია და ძალიან კარგი რბილი ფენებია. აი, ეხლა მას შევწვავ ტოსტერში და სად იქნება. ჩემი ტოსტერი არ არის ახალი, ძალიან დიდი ხნისაა, მაგრამ ძალიან მუშა არის და სანამუშაობს არ მინდა გადავაგდო, თორემ ძვირი აღის ტოსტერები და შეიძლება რომ ვიყიდო, მაგრამ ჯერ მუშაობს და შევწვავ მასში და გაჩვენებთ. აი, შაურმაც გამზადდა და გავჭრი ახლა შუაზე რომ გაჩვენოთ როგორია. ნახეთ. აქეთ ვაცხობ პატარა მჭადებსაც, რომ შუა დღისთვის ამირანს დავახვედრო, თითქმის გამოცხოაგიც. ასე რომ მეგობრებო, დღევანდელი საჭმელი შუა დღისთვის გუშინ მხარი გავაკეთე, იგიც მაგ ჭადიც ხომ გაჩვენეთ გამოვაცხე და რაღაც საქმეები მომთავრებული მაქვს, მაგრამ სარეც არ აუარებელს. კიდე მაქვს 1-2 დატრიალება და დღეს სახლიც კარგად მიმოვალაგე. ყველაფერი დავალაგე, დავაწყრიალე. ой, ხა ეს ოდნავ ბიჯეკით მეკდა აფუშვილია. დავალაგე და დღეს ცოტა შემიძლია რომ დავჭდე და დავისვენო. იქით თეთრეულები და ეგენი გადაძრობილი მაქვს და ის დალაგებულია უბრალოდ. ხო, აქ საუთოებლები მაქვს. მაგრამ მაგას ახლა არა, მოგროვდება კიდე და მე. სულ ყველის ხასიათი და ჯგუფის ხასიათი არ ვარ. ასე რომ საქმეები მოვიმთავრე და კარგ ხასიათზე ვარ ახლა. ეს კარებიც ჩამოვხეხე, ჩამოვწმინდე და ჩვეულებრივი საქმეები მეგობრებო, ვისაც ყოველდღე გაქვთ თქვენს და მეც და ყველა დიასახლის. დაგემშვიდობებით მეგობრებო, ახლა მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ და წარმატებულ დღეს გისურვებთ, ყველას უკლებლებ.
იმედია შევძლებ საღამოს და მოვა საღამოდ.